ბექაურზე მე ვერ ვიტყვი რომ მოდუნდა, სადაც იჭიდავა ყველგან მედალი გააკეთა. ხა ესე როგორ ვთქვა რომ მოდუნდა, არსაც წაუგია და ხა. აი ამით აჩვენებს რომ სტაბილური მოჭიდავია და მე არ ვიცი ხა ბექაური როგორ შრომობს, რამდენად, იმიტომ რომ ვერ ვადევნებ სხვების შრომას, იმიტომ რომ მე თვითონ გუნდს ვამზადებ და ის, მაგრამ როგორ შეჯიბრებზე მაგის შედეგებს ხედავ, ადამიანი არის, სულ მედალი, სადაც წავიდა ყველგან მედალი, სოფლიოზე მედალი აიღო. ტოკიოში იჭიდავა მედალი აიღო. ხა როგორ ვთქვა რომ მოდუნდა, აი ამას როგორ იძახიან მაგას ვერ ხვდები, რა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ადამიანი იცი რა არის? ოლიმპიური ჩემპიონი ხო ვარ, სოფლიო ჩემპიონი, ეს არაფერია იმასთან შედარებით ატარო სახელი. იცი რა არის? იცი როგორი ძნელია ამ სახელის ტარება, ამ სახელის ადვილი არ არის, სახელი შენ ზურგზე გაწევს ამ ხელას სიმძიმე და ატარებ. იცი რა არის? ყველა ნაბიჯს შენ უნდა აკონტროლო, ყველა შენი სიტყვა უნდა აკონტროლო, შენი ყველაფერი უნდა აკონტროლო, იმიტომ რომ ადრე როცა შენ არაფერი იყავი და შენი სიტყვა არა იმდენს ყურადღებას არ აქცევდნენ, არაფერი იყავი იმ შემთხვევაში ვიძახი, როგორც სპორტში ვიძახი და შედეგებით, მაგრამ როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, უკვე შენ უკვე გიჭირს მე რა უკვე ყველგან ურთიერთობა, ყველასთან იმიტომ რომ ზოგჯერ ბევრი იკეტება, რომ აი არაფერი ვთქვა ისეთი, რომ ვაწყენინო ადამიანს. ამას ბევრი ვერ იგებს, იმიტომ რომ არ იციან, იმათმაც არ იციან, რომ ეს როგორი ძნელია ატარო ამ ხელა ოქრო ზურგით.